მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. შიმშილობის მე-16 დღე. ბათუმელებისა და ნედგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი 16 დღეა მხოლოდ წყალს იღებს. მისი უფლება დამცველის თქმით, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გაავრცელა. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს პატიმარი ჟურნალისტი ქალის უფლებებს. როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ჟურნალისტები და აქტივისტები ითხოვენ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, არც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე აღმოჩნდა კომპეტენტური პასუხისთვის. რამდენიმე საათის წინ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენტენციურმა სამსახურმა. ერთის მხრივ უწყებამ თქვა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია და მეორეს მხრივ განაცხადეს, რომ ჟურნალისტს უწყვეტად მიეწოდება ყველა კანონით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობა. უკვე მე-16 დღეა ის იმყოფება შიმშილობაზე, მას ასე ვთქვათ, აქვს გადაწყვეტილი, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა, რასაკვირველია აცნობიერებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაძლო გართულებების რისკებს, თუმცა მისი ძალიან ისეთი მყარი გადაწყვეტილებაა, რომ ის აგრძელებს შიმშილობას, მისი ორგანიზმი იღებს მხოლოდ წყალს და ის არ იღებს არანაირ საკვებს, უკვე მე-16 დღეა, რაც ცხადია, მოითხოვს მონიტორინგს და ამ შემთხვევაში არსებობს შესაბამისი ბრძანება, საკანონმდებლო აქტი, რომელიც ავალდებულებს ციხის ადმინისტრაციას, რომ აწარმოოს ყოველდღიური მონიტორინგი, გარდა ამისა უნდა შედგეს მთელი რიგი აქტები და ციხის ადმინისტრაცია უნდა მიჰყვეს მთელ რიგ პროცედურებს, რომელიც არის გაწერილი კანონმდებლობით მოშიმშილე ბრალდებულის, ასე ვთქვათ, მიმართ ქცევასთან დაკავშირებით და ჩვენ როგორც მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ორგანიზაცია, რასაკვირველია, ვითხოვთ ინფორმაციას პერიოდულად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხორციელდება აღნიშნული პროცედურების დაცვა მასთან მიმართებით. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქმე არის საზოგადოებისთვის საინტერესო და საზოგადოების მაღალი ინტერესი არის ამ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ვითხოვთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ პერიოდულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და რასაკვირველია უზრუნველყოს იმ პროცედურების დაცვა, რომელიც ამ შემთხვევაში მოშიმშილე ბრალდებულის მიმართ დადგენილია კანონმდებლობით. მზია ამაღლობელის დაპატიმრების დღიდან მისი განთავისუფლების მოთხოვნით უწყვეტი აქციები მიმდინარეობს, მათ შორის ახალციხეშიც. ამ და ალბათ ყველა აქციაზე, სადაც კი დავდგები, სანამ ამ ადამიანს არ გაათავისუფლებენ, ყოველთვის მოვითხოვ, რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება ადამიანს, რომელიც არის დამაარსებელი ბათუმელების და ნედგაზეთის მედია გამოცემის, რომელიც ყოველთვის იყო ჟურნალისტიკის სადარაჯოზე და მიუკერძოებელი და ობიექტური. ალბათ სწორედ ამიტომ ისჯება ეს ადამიანი მე-16 დღეა შიმშილობს და ჩვენ არ ვიცით როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა. ვიცით მხოლოდ რომ არის სტაბილურად კარგად, მაგრამ როგორ შეიძლება იყოს სტაბილურად კარგად 16 დღე, როცა ადამიანი შიმშილობს და არის მხოლოდ წყალზე. როცა ადამიანები აკეთებენ ცინიკურ კომენტარებს, ეს ის ქალია, რომელმაც პოლიცია სცემა, მე ვიტყოდი, რომ ეს ის ქალია, რომელსაც პოლიციამ შეაფურთხა და პოლიციამ დედა აგინა. თავისუფლება მზია ამაღლობელს. მე-13 დღეა გრძელდება ახალციხეში უწყვეტი აქციები. ჩვენ აქციებს მანამდეც ვატარებდით, რა თქმა უნდა, რომელიც უკავშირდებოდა გაყალბებულ არჩევნებს და მოვითხოვდით ახლა არჩევნებს, თუმცა მაგას პერიოდულად დაემატა, როგორც უკვე მთელი ქვეყანა მიცის, მე მგონი ყოველ დღე ერთი და იგივეს ვიმეორებთ, რომ ვითხოვთ უკვე რეჟიმის ტყვეების განთავისუფლებას და დაგვემატა ამ რეჟიმის ტყვეებთან ერთად ადამიანი, რომელიც თავის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე დააპატიმრეს და ყველა იმ დამამცირებელ გარემოში, რაც უკვე ყველა მიცის და რაც ყველა ნახა თავისი თვალით, მას როგორც ექცეოდნენ
და ამის შემდეგ იმ ადამიანმა გამოაცხადა შიმშილობა და კიდევ ემატება ახალი უსამართლობა, რომ კაციშვილი არც ჯანდაცვის სამინისტროდან და არც რაიმე სერიოზული უწყებიდან, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, არ აცხადებს მისი ჯანმრთელობის შესახებ მდგომარეობას და ჩვენ ვართ სულ ვაკუუმში, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახდა თავისუფლება მზია ამაღლობელს და ასევე სხვა დანარჩენ რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც ზოგიერთი მათგანი თანადგომის მიზნით შიმშილობს კიდევაც და ვფიქრობთ, რომ მსგავსი აქციები მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ ხელისუფლება არ მიეჩვევა მოусმინოს საკუთარ ხალხს. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი ჩვენი დროის სინდისის პატიმარია. დაკავებული ჟურნალისტის განთავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, არაერთი საერთაშორისო უფლებადამცველი და პრესის საკითხზე მომუშავე ორგანიზაცია ითხოვს. მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ შიმშილობს. გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი ჩვენი დროის სინდისის პატიმარია. მედიაზე მოძალადე არც ერთი ძალოვანი დღემდე დასჯილი არ არის. სოლიდარობა მზია ამაღლობელს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ვიდეოს დედანი და ასლები. შერატონის პასუხი ჩვენს რედაქციას. ის რომ სასტუმრო შერატონს ვიდეო ჩანაწერების დედანი აქვს, სასტუმროების საერთაშორისო ქსელიდან ტოქტივისთვის ექსკლუზიურად მიწოდებული პასუხით არ გამოირიცხება. ვიდეოს ასლების და არა სერვერის ამოღებაზე საუბრობს შერატონის ქსელის აღმოსავლეთ ევროპის სამსახური ტოქტივისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში. პასუხით არ გამოირიცხება სასამართლოს ან პროკურატურის გზით მოთხოვნის შედეგად. ჩანაწერის ასლების შემდგომი ხელმისაწვდომობაც. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვიდეო სათვალთვალო კამერების ასლი ბათუმის შერატონს აღარ ჰქონდა და პროკურატურის მიერ ჩანაწერების სერვერიანად იყო ამოღებული. 14 იანვარს შერატონ ბათუმში ჯერ ჟურნალისტ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელს ზვიად ქორიძესა და შემდეგ ექს-პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მათივე ცნობით თავს დაესხნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები. მედიები და დაზარალებულები მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების მიწოდებას 5 ვარსკვლავიან სასტუმროს მეორე დღიდანვე სთხოვდნენ, თუმცა ამ დრომდე ვიდეო კამერების ჩანაწერები მხოლოდ საგამოძიებო უწყებას აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში სასტუმრომ ოფიციალურად მხოლოდ ერთი განცხადება მომხდარიდან რამოდენიმე საათში გაავრცელა და მზაობა განაცხადა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ვიდეო მასალების გაცემასთან დაკავშირებით. თუმცა მასალები ჯერ გარდა საგამოძიებო უწყებისა ხელმისაწვდომი არავისთვისაა. ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ დაზარალებულის სტატუსი 5 დღის წინ მიიღო. ის გვეუბნება, რომ კომენტარის გაკეთებას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შეძლებს. პოლიტიკოსმა გიორგი გახარიამ დაზარალებულის სტატუსი კი შემთხვევიდან 12 დღის შემდეგ დღეს მიიღო. პარტიის სამცხე-ჯავახეთის ოფისის წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი გვეუბნება, რომ მათ 14 იანვარსვე მიმართეს სასტუმროს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო წარმომადგენლობას კადრებისთვის, თუმცა მათ გაცემაზე უარი აბსურდული მიზეზების გამო უთხრეს. ვრცელი მასალა შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდზე. საქმის მაგაში რომ ვერასაბუთებენ, რა თქმა უნდა ჩვენ მოვითხოვეთ პირველივე დღიდან და აქ ყველაზე მთავარი მაინც არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ადგილობრივ მენეჯმენტს მიმართეთ, არამედ ვინც მართავს შერატონს, ვინც არის მფლობელები რეალურად, დედა ოფისს ესე ვთქვათ, მოკლედ სათა ოფისს მიმართეთ, მათაც მიმართეთ. ადგილობრივები რაღაც გაურკვეველ პასუხს გვაძლევდნენ თავიდან თითქოს რაღაც 10 დღის ვადა აქვს და ასე შემდეგ, რაღაც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო. მთავარი თემა აქ იყო ის, რომ გიორგი გახარიამ გამოიყენა ის უფლებამოსილება, რომელიც მას აქვს კანონმდებლობით და ვალდებულება ჰქონდა, გადმოეცა სასტუმროს, ეს არ მოხდა. მაგრამ ამასობაში, თუმცა სასტუმრომ დაგვიდასტურა თავიდანვე ღიად და ჩანაწერებიც გვაქვს, რომ მათი აღიარების და დასტურის ჩანაწერებიც გვაქვს, რომ მათ ეს ვიდეო მასალა აქვთ. ჰქონდათ. ამ დროს ხდება ის, რომ შედის ერთი განჩინებით პროკურატურა, მოკლედ გამოითხოვეს ასლი, გააკეთეს ჩანაწერი წაიღეს
მაგრამ მას მერე, როდესაც უკვე ჩვენ გავაკეთეთ განცხადებები და მოვითხოვეთ ეს ყველაფერი, მერე უკვე სერვერებიანად მოგლიჯეს პრაქტიკულად, არ დატოვეს არაფერი თვითონ სასტუმროში. რაცვლილებებია მოსალოდნელი ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ვრცლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონის მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-G და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. I, Donald John Trump, do solemnly swear. საპრეზიდენტო ფიცის დადებისთანავე ამერიკის 47 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ ქვეყანაში საღაზრს დააბრუნებს და შეასრულებს საარჩევნო დაპირებებს, მათ შორის შეზღუდავს უკანონო იმიგრაციას. I will declare სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოვაცხადებ. მილიონობით დამნაშავე უცხოელს შინ გავაბრუნებ. სამხრეთ საზღვარზე ჯარებს გავგზავნი, რათა ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული შემოჭრა შევაკავო. დაპირებათა ნაწილის შესრულებას ტრამპი პოსტის დაკავებისთანავე შეუდგა. მან ამერიკის ლიდერებს შორის პრეზიდენტობის პირველ დღეს არამარტო რეკორდულად ბევრ აღმასრულებელ საპრეზიდენტო განკარგულებას მოაწერა ხელი, არამედ ისტორიაში შევიდა როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ბრძანებულებათა ნაწილს ხელი საჯაროდ 10,000 მხარდამჭერის წინაშე მოაწერა. ხელს აღმასრულებელ განკარგულებებს მოვაწერთ. უპირველეს ყოვლისა გავიწევ წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებულ 80-მდე დესტრუქციულ და რადიკალურ აღმასრულებელ განკარგულებას. იმიგრაციის შეზღუდვის მიზნით გამოცემული რამდენიმე ბრძანება გულისხმობს არამარტო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ამერიკის სამხრეთ საზღვარზე და იქ შეიარაღებული ძალების განლაგებას, არამედ სასაზღვრო კედლების მშენებლობას, იმიგრანტებისთვის თავშესაფრის მიმნიჭებელი პროგრამების დასრულებას და ამერიკაში დაბადებული ბავშვების ნაწილისთვის მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევას. ზოგიერთი მათგანის აღსრულების საკითხი მეორე დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამერიკის შტატების თითქმის ნახევარი შეუერთდა ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარს ქვეყანაში დაბადებული ბავშვებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული მოქალაქეობის პრივილეგიის ჩამორთმევის წინააღმდეგ. კიდევ ერთი შესრულებული დაპირება. თეთრი სახლის ოვალურ ოფისში დაბრუნებისთანავე ტრამპმა შეიწყალა 1500-ზე მეტი მხარდამჭერი, რომლებიც 4 წლის წინ 6 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის დამტკიცების პროცესის დროს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო გაასამართლეს. დანარჩენ ბრძანებებს შორის, რომელთაც ტრამპმა ხელი იმავე დღეს მოაწერა, იყო ამერიკის საერთაშორისო დახმარების შეჩერების განკარგულება, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვების ბრძანება. ამ შეთანხმებიდან გასვლით $1 ტრილიონ მეტს დავზოგავთ. გადაწყვეტილებებს გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციიდან გამოეხმაურნენ. სამწუხაროა, რომ შეერთებულ შტატებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვება სურს. ჯანმო კრიტიკულ როლს თამაშობს მსოფლიოს ხალხთა, მათ შორის ამერიკელთა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. რეაგირებს და დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე, აშენებს უფრო ძლიერ ჯანდაცვის სისტემებს. მუშაობს ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობათა აღმოჩენაზე, პრევენციასა და პასუხზე. ეს რა თქმა უნდა სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია. ის უნდა მივიღოთ და საქმე გავაგრძელოთ. წამს რომ პარიზის შეთანხმებამ გაზარდა ცნობადობა ერთობლივი ქმედების აუცილებლობაზე, განახლებადი ენერგიის საჭიროებაზე. ამას ქვეყნებისთვის სიმდიდრე მოაქვს და ეს არ შეიცვლება. არ მგონია რომ ხალხი უარს იტყვის ინვესტიციებზე, რაც დანამდვილებით ძალზე მომგებიანი და ამავე დროს მწვანე ინიციატივების ნაწილია. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც ხელისუფლება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ორი ომის ფონზე გადაიბარა, ხაზი მშვიდობის დამყარებას გაუცვა. We will measure our success. საკუთარ წარმატებას არა მარტო მოგებული ომებით გავზომავთ, არამედ დასრულებული ომებითა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმ ომებით, რომლებშიც არ ჩავერთვებით. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ გლობალურ ელიტასაც ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ მას უკრაინაში ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან დაკავშირებით ტრამპს უნდა რომ ნატოს წევრთა თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაიზარდოს, რასაც ალიანსის ნაწილი ამ ეტაპზე რთულად განსახორციელებლად თვლის. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პასუხად თქვა, რომ ევროპა მოკავშირისგან მსგავს ინიციატივას მხოლოდ უნდა მიესალმებოდეს. მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ მოკავშირეს შეუძლია მეორე მოკავშირეს გაძლიერება უსურვოს.
ამას ხომ ოპონენტი ევროპას არ ეტყოდა. რაც შეეხება თანამშრომლობას ალიანსების, დასავლური სამყაროს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, კანადის, მთელი ნატოს უსაფრთხოებისთვის უნდა ვცადოთ არა მარტო საერთო ენაზე საუბარი, არამედ ერთად უნდა ვიმოქმედოს და სწორედ ევროპა, რომელმაც დღეს უნდა იმოქმედოს. ანალოგიური პოზიცია აქვს კაია კალას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. ევროპის წარუმატებელი ინვესტიცია სამხედრო შესაძლებლობებში აგრესორს სახიფათო სიგნალს უგზავნის. პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ჩვენ საკმარისს არ ვხარჯავთ. ინვესტირების დროა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც სენატმა ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიის დასრულებისთანავე ერთხმად დაამტკიცა, სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლისას ხაზი მშვიდობის აუცილებლობას გაუსვა. მშვიდობის გარეშე ძლიერად ყოფნა რთულია. რთულია აყვავებულ უკეთეს ქვეყნად ყოფნა. მაგრამ მისი თქმით კონფლიქტის თავიდან აცილება არასდროს მოხდება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ხარჯზე. არასდროს მოხდება ეროვნული ინტერესების ხარჯზე და ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობების ხარჯზე, რაც როგორც ერთს და როგორც ხალხს გაგვაჩნია. ახალ როლში პირველი საერთაშორისო შეხვედრა რუბიომ ქვათთან 4-მხრივი უსაფრთხოების დიალოგის მონაწილე ავსტრალიის, ინდოეთისა და იაპონიის საგარეო უწყებათა ლიდერებთან გამართა. ბლოკის მიზანია დაუპირისპირდეს ჩინეთის ეკონომიკურ და სამხედრო ამბიციებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. მაია ქვარცხალა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.